ბედნიერება, აბსტრაქცია თუ მისაღწევი რეალობა. ჩვენი ცხოვრება მუდმივ ძიებაში გადის. ვეძებთ სიყვარულს, წარმატებას, სიმშვიდეს, მაგრამ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რომ ბედნიერება აქვეა, ჩვენთან ახლოს, ყველაზე უბრალო მომენტებში. სწორედ ასეთი უბრალო მომენტების პოვნის გაიოლების მიზნით პროფესორმა არსენ გვენეტაძემ არც მეტი და არც ნაკლები ბედნიერების საელჩო დააფუძნა. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ბედნიერებაც ხომ გარკვეულწილად სამყაროა, თავისი საზღვრებით, კანონებით თუ მოქალაქეებით. მისი საზღვრები განუსაზღვრელია, თუმცა ხშირად თავად ვიკეტებით ჩარჩოებში და ვერ ვედავთ ვიზა ვითხოვოთ. ექსტრაორდინარული ექიმი ბედნიერების საელჩოს არ დასჭერდა და ბედნიერების აღსანიშნავი დღეც დააწესა, რომელსაც საზეიმო ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიუძღვნა. ღონისძიება სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სტუდენტებმა ერთმანეთს ბედნიერების მიმართ საკუთარი აზრი და დამოკიდებულება გაუზიარეს და სახალისო თამაშებიც ითამაშეს. ეს ჩემი იკიგაი, ანუ დარჩენილი ცხოვრების მთავარი მიზანია. რაც შეიძლება მეტად ბედნიერი გავხადო საკუთარი თავი, რომ შევძლო სხვებს საკუთარი ბედნიერების აღმოჩენაში დავეხმარო. და ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო, როდესაც სკოლებში ბავშვებთან მასწავლებლები დაიწყებდნენ ბედნიერებაზე საუბარს. დღეს აღმოჩნდა, რომ გარდა ამ დასაწყისისა, უკვე ეს ყმაწვილები შემოვიდნენ ინიციატივით, რაც გესმოდათ თქვენ, რომ საკუთარი თავის სიყვარულის დღე დავაარსოთო. ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც ბოლო 6-7 წელი მას ძალიან სერიოზულად მიუძღვენი, გარდა იმისა, რომ თქვათ ვარ ექიმი და როგორც ბედნიერების ელჩმა მიზნად მქონდა ეს და დღეს ვიცი, ხვალ რომ მე გავიღვიძო როგორც კიბო გადატანილმა იქ ზემოთ სამოთხეში, ისინი უკვე ბედნიერებაზე საუბარს კარგახანს აღარ შეწყვეტენ. ბედნიერება ხშირად მცირე დეტალებშია, მეგობრის ღიმილში, ფინჯან ყავაში, სისხლებში, იმ სიმშვიდეში, რომელიც გვიპყრობს მაშინ, როცა რაღაც კარგს ვაკეთებთ. მაგრამ როგორც ყველა სახელმწიფოს, მასაც სჭირდება ელჩები, ადამიანები, რომლებიც მის იდეას გაავრცელებენ, გააზიარებენ და სხვებსაც შესთავაზებენ. დღეს 1 თებერვალია და სერვანტესის გიმნაზია AJS-ისთვის ეს დღე ძალიან სიმბოლური გახდა. სიმბოლურია, იმიტომ რომ თურმე პირველი ძეგლი ამ უნივერსიტეტში, ბედნიერების და ემპათიის ძეგლი დაიდგა სწორედ 1 თებერვალს 2019 წელს, თუ არ ვცდები. და შესაბამისად, როგორც კი ეს მოვისმინეთ, თქვით, რომ 1 თებერვალი ეს საინტერესო დღე უნდა გამხდარიყო და დავაარსეთ თუ დავაფუძნეთ, სწორედ გიყვარდეს თავის შენი ასეთი საერთაშორისო დღესასწაული. ნახეთ, მე სკოლის დირექტორი ვარ სერვანტესის გიმნაზია AJS-ის და შესაბამისად ვიცი, რომ თუ ადამიანს ჩემს მოსწავლეს საკუთარი თავი არ უყვარს, მე მას მეგობრებიც არ უყვარს და ვერ ვითარდება ისე, როგორც საჭირო. არსენ გვენეტაძის საელჩო მუდამ გვახსენებს, რომ ბედნიერება არ არის საბოლოო გაჩერება, ის გზა. შეიძლება ზოგჯერ ვიზის გარეშე დარჩე, შეიძლება დროებით დააკლდე ამ სახელმწიფოს, მაგრამ მთავარია გვახსოვდეს, ბედნიერების საელჩოს კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც ეძებს და მზადაა იპოვოს კიდეც.